საქართველოს ელექტროენერგია კიდევ ერთხელ შეუწყდა ეს ბოლო ორ კვირაში მასშტაბური გათიშვის მესამე შემთხვევაა. დედაქალაქსა და რეგიონებში დენის მიწოდება თბილისის დროით 20 საათსა და 10 წუთზე შეწყდა. აღდგენა კი დაახლოებით 1 საათში დაიწყო. ამ დროისთვის ელექტროენერგია ისევ გათიშულია ქვეყნის უდიდეს ნაწილში. სემეკის წევრი გიორგი ფანგანი აცხადებს, რომ მასშტაბური გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე წინასწარ დაგეგმილი ტესტირების გამო მოხდა. ქართველი მებრძოლის ზაალ ატარიას პატიმარ შვილს დის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჯარისკაცი აქვეყნებს. ჩემს საწყალ შვილს უარი ეთქვა თავისი უსაყვარლესი ძმა დაატირონ უკანასკნელ გზაზე ღმერთო მომეცი გამძლეობა ხელში ავიყვანო საკუთარი თავი. დაწერა ზაალ ატარიამ სოციალურ ქსელში. ქუთაისში ნიკიას ქუჩაზე ძაღლები სავარაუდოდ მოწამლეს. ინფოიმერეთის ცნობით ძაღლებს უცნობმა პირებმა სპეციალური ნივთიერების შემცველი საკვები აჭამეს. ადგილობრივებმა შემთხვევის ადგილზე 4 მკვდარი ძაღლი იპოვეს. ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ის ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და დარღვეული აქვს ვადები, თუმცა უფლებადამცველმა მარიკა არევაძემ დაწერა, რომ ჟურნალისტი საქართველოში ლეგალურად იმყოფებოდა.